Պասլամշիդով իսա չեմ մեկոպրել բաբարագոր խայտրագոր զանդավի հայագար կիքիտ խատ էխլամ գավի կեթեք ավը աժի կուտարքոս խալ գավի խեխեկը բիլիդա աղացների սխոների գեմորուկակ մագրելոս պիրշիկ բիլիս պասպիստան ամիყვարս Շամիկոմի რაღაც շամիկոմի գեմը խոխտաբից ռոմալ գեմուզել շույցախի რაღაც նայ մոմիատանո սոցպիրքի թուպարս արած կմոմდა ეხლა გავხდიხავთ მის ჩე ეგარი ფიქრობთ მაგრამ იმას გულისხმობ რომ ეხლა ყავასრო დავლევ რაღაცნაირი გემოს წაიყვანს თავის გემოზე Bitte auch damit das Trigger. Хода. Agora გავხდერა მე სადაც რო ვყურებ ჩემ დასაკეში ისე მომწონს ცხიმის პასუხხანად ეტყობა ორგანიზმს გრამებიც კი ერთი კილოსკი ასა დავიწყებ ამას საწოლში და დავტკბები ამის მით სანამ მე ვიდეო გაიხვიცე უსტარი დაიწყო ჩვენი დღე და მოვალ თქვენთან ხო ეხლა ეს გავუკეთოთ ფაფამ და მე გავიკეთოთ ყავა ნახეთ გუშინ ვიყიდე შვრიის ქატო კარფურში ვიყიდე გუშინ შვრიის ქატო 100 გრამზე 367 კალორია აქვს ადრე რო ვითვლით კალორიებს ვისაც გახსოვთ მაშინაც მქონდა ნაყიდი, ოღონდ მაშინ იმაში ვიყიდე აფთიაქში, ეხლა კიდე იმაში ვიყიდე კარფურში. ძალიან კაი რაღაცა არის, უჯრედისია, ანაყრებს დიდი ხნით. ძალიან სასარგებლოა. და რა ვიცი, ყოველ მხრივ კარგია. ევა მითხრა ფაფა მინდაო. და ვაიმე, ძალიან ბევრი გადმომეყარა. გავკეთოთ ევას ფაფამ. ხო გახსოვთ, რომ ვამბობდი ხოლმე სამყარო გველაპარაკება მეთქი. შეიძლება რაღაცა სიტუაციით დაგველაპარაკოს, ან ვინმე ადამიანის ენით, ან ფილმის, ან წიგნით, ან სულაც რაღაც უბრალოდ წარწერა დავინახოთ და მაგით თქო. ხო და მივხვდი, რომ სამყარო ჩემთვის ცდილობს რაღაცის თქმას. იმ სიტუაციით, რომელიც ცოტა ხნის წინ მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულს გულისხმობ და ეხა დღეს ფილმს ვუყურე. ფილმი მინდოდა რომ ენახა. ხო და ის შევედი და 2025 წლის ახლა იცით მე დაბალი შეფასების ფილმებს არ ვუყურებ ხოლმე და 6 და 3-იანი, ანუ დაბალი შეფასების სხვა დროს არ ჩავთავდი, მაგრამ რაღაცნაირად მიმიზიდა. შევედი ქართულ საიტზე და ისა არ ჩამირთო, ჭედავდა საშილე. მერე ავდექი და ეს გუშინ ვიყიდე. მერე ავდექი და იმას ვქენი, რა ქვია.
იმაზე შევედი რუსულ საიტზე, რამე ფილმს უყურებ მეთქი, მაგას კი არა. და ხვეცნობიერად თურმე მაგას ვეძებდი, ანუ ჩავყევი, მივუთითე 2025 წლის ფილმები და ჩავყევი, სანამ არ ვიპოვე. რომ ვიპოვე, იქამდე შეხვდა რაღაცა ფილმები, რომელსაც ვიფიქრე, რომ შეიძლება ყურება თქო. მაგრამ, ანუ გეგმებია პირდაპირ მაგას ვეძებდი და მეოთხე გვერდზე შემხვდა ეგ და ვუყურე. აი, და ზუსტად გამოძახილი პოვა მაგან იმ ყველაფერთან, რაც ანუ თითქოს ჩემამდე უნდა მოსულიყო და რაღაცნაირად ძალიან მიხარია ეგ. იქნება ყავა არ დავლიოთ და ის ვჭამოთ, რა ქვია. ეს რამხელა. ჩაეტევა. არა. საუზმე, ჯერ არ ვშია, მაგრამ საუზმეს შევჭამ. რაღაც მომზადება მინდა. და ისე მაინტერესებს როგორი იქნება. რომ კი, ისიც არის, ჩალაღაჯი 2 ლუკმა. თავისუფლად შეიძლება. ხო და მოკლედ ამ ძალიან მომეწონა ეს ფილმი არის სიყვარულზე და ანუ მარტო სიყვარულზე კი არა, ანუ ისეთი ცხოვრების სტილზე, როგორი ცხოვრების სტილითაც მე ვცხოვრობდი რაღაცა ეტაპამდე და რაღაცა ეტაპის მერე ეგ დამეკარგა. დამეკარგა, იმიტომ რომ სხვა გადაწყვეტილებებთან მივედი. და თითქოს ცხოვრებამ ისევ მაჩვენა რა არის მთავარი. განა ის, რომ რა გადაწყვეტილებებთანაც მივედი და რასაც ვაკეთებ, ეგ არა მთავარი, არა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ახალი მიმართულებაა ჩემთვის. მაგრამ ანუ იმის მნიშვნელობა, რომ აი ამ ორივეს ადგილია რეალურად ჩემს ცხოვრებაში. ერთ წუთი. ანუ რაღაცნაირად ძალიან ისეთია რა არც ვიცი როგორ გითხრათ. უბრალოდ ვიცი რომ გზავნილი იყო ჩემთვის. დღეიდან სხვანაირად ვიცხოვრებ, ანუ ისე როგორც იქამდე, ოღონდ ცოტა სხვანაირად. ანუ სხვანაირად ვიდრე ახლა ამ ბოლო დროს ცხოვრობდი, სხვანაირად ვიდრე ადრე ვცხოვრობდი, მაგრამ აი ამ ორივეს კაი მხარეები რო ავიღოთ და შევაერთოთ ეგრე. მაინც ვერ გადმოვეცი, ანუ თუ ამაში არ ხარ ადამიანი ვერ გაიგებ რას ვიძახი, მაგრამ არც არის საჭირო რომ თუ ამაში არ ხარ გაიგო ალბათ. ასე რომ it's okay. სადღაც გქონდა ის შესასხურებელი, აი ეს. არის გასარეცხი საშინლად. მაგრამ შეგზეთია და ეს უნდა გადავყვარო და ეგრე უნდა გავრეცხო. მაგალითად, აი ძალიან დიდი სიამოვნებით ვუმზადებ ჩემს შვილს ფაფას. იმიტომ რომ ვიცი, რომ ყველა ადამიანს არ აქვს ფუფუნება ეხლა, რომ თავის შვილს ფაფა მოუმზადოს. აი ეს გოგო რომ ხდება ხოლმე, სულად რო იყო. ამბობდა ვერც კი წარმოიდგენთ, რომ რასია ბედნიერი ვარო, რომ ანუ 1 კილომეტრში არისო ტაძარიო, იქ მივდივარო და რა ბედნიერი ვარო, რომ შემიძლია რომ იქ მივიდეო. და ანუ ჩვენ ხო ვფიქრობთ, აი მე ხა 1 კილომეტრი მაგ გასავლელი და ანაი თუნდაც აი ამ რუტინულ საქმეებს ხო ისე უყურებ, რომ აუ ეხლა ეს და სევდში რა ბედნიერები ვართ ხალხო, აი ვერ ვხვდები. ეს ვიყიდე გუშინ. დიაბეტიკების განყოფილებაში. თქვენ ხო იცით რომ მე ჩვეულებრივად ჭამშაქრი ან რაღაცებს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორი გემო აქვს, იმიტომ რომ აწერია რომ ფრუქტოზაზეა.
520 კალორია აქვს, ანუ კალორია ისეთია. რატომღაც ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ თუ უშაქროა, კალორია უნდა ქონდეს ნაკლები. ნაყინს ჭამდი. რომელი იყო? ბაუნტის. ბატონო, დე. ეს გინდა? ეს პაპუა. გათავდა? გავხსნათ ახალი. ყაჭა. ხო და ყოველ დღეს უნდა ვუყუროთ როგორც დღესასწაულს. იმიტომ რომ არის დღესასწაული. მოგიტანო ხლებცი? ხლებციებს არ ჭამს და ამას ზემოდან არ ლოკავს და იმას ტოვებს. მაგრამ მაინც ხლებცითი ვაძლევ, იმიტომ რომ კოვზით რომ გაცილებით მეც ჭამს. და ბევრი რო არ ჭამოს ზედმეტი. ასე სიამოვნებასაც მეცილებს და კალორიას კი მაძლევს. ანუ არ არის ბანი, არ არის საჭირო აკრძალვები, შეგიძლიათ ესეთი პატარა ხრიკები გამოიყენოთ ხოლმე. ბანი თქო! ახლა ეს გავუკეთოთ. ხო და ჩამოკარგება, უშაქრო არ ნიშნავს დაბალ კალორიულს, უშაქრო ნიშნავს უშაქროს. და მორჩა. კი, კარგია იმისთვის, ორგანიზმისთვის უფრო, რა თქმა უნდა, მაგრამ დაბალ კალორიულს არ ნიშნავს და ბევრ ადამიანს გონია რომ რაღაცა რო უშაქროა, ის დაბალ კალორიულია და ჭამს ბევრს. არ არის ეგრე. მაგრამ ახლა მაგალითად დიაბეტიკებისთვის არ შეიძლება რომ ჩვეულებრივი შაქრიანი ჭამონ, ხო? უნდა ჭამონ ესეთი, იმიტომ რომ პირდაპირ ანგრევს ორგანიზმს შაქარი. არა მარტო შაქარი, თეთრი ფქვირი და ყველაფერი, ხო? მაგრამ ჯამსთელი ადამიანისთვის ეგ მასე არ არის. აი ამ პაპას გემრიელად შეჭამსევიტო. ევას უყვარს, როცა ყველაფერი აქვს, ანუ ზეც, კარაქით და შაქარით, რომელიმე კომპონენტი, რომელიმე რა ძე იმ დღეს რო არ გქონდა, არ შეჭამა. ეს ცოტა გაცივდეს, იყოს აქ ჯერ არ წაუღებ, პირი არ დაიწოთ. აჰა. ესე. და აბა ნახოთ ეს ჩემი რამდენი დარჩა გათავებულია ეს ფაქტიურად ხალხნო ნახეთ ერთ რაღა არის ხო და ვნახოთ რამდენი გრამია და მე დავამატებ 6 გრამი ჩემთვის ამ ჭიქაზე არის ხოლმე იდეალური ორი ნახევარი ზის დავყარე ორი გრამი გავხსნათ ახალი აი ესე რა მოაჭერი ბოლომდე სულ ნახევრად ახომე და მე ნერვებს მიშლის ეს ყავა მიყვარს всё. Sorry, 6 გრ. ეს უნდა გამოვიწერო იმიდან თემოდან ესე. შპილკაც შეიძლება, მაგრამ რავი, ის მინდა. მატრაკვეცობა. ხო და მოკლედ.
ტბებით ცხოვრებით. რა სიტუაციაშიც არ უნდა ვიყოთ. რაც ამეძნელად გვეჩვენებოდეს ეს. იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. უნდა დავტკბეთ. განიხარია რომ მაგ ფილმმა მიპოვა. შემიძლია თავს ვთქვა რომ მაგან მიპოვა. აჰა, ეს წავუღოთ ხა ევას. კიდე მოურევს სანამ მიუტან. ხო გადანაწილდეს ისა. ია. ბაბუა პოტოლია. ბაბუას მონადირე ბაბუას უნდა და ჟირაფი მოეკლა. ცუდი ბაბუა. აუყავა დავაყარ ესეთ. აი ეს ადუხდება ახლა. და ეს გავხსნათ. და ნახოთ აბა გემო როგორია. შაქრის შემცვლელების გემოები მე არ მიყვარს. ოღონდ ზოგ რაღაცაში საერთოდ არ ეტყობა. ზოგში ეტყობა ძალიან. მაგრამ ნახოთ აბა როგორი იქნება ხარ. წესთან უნდა ეტყობოდეს. ვნახოთ. ფრუქტოზა იდეაში ხილის შაქარია ხალხო. არა აქვს ნატეხები, თუ აქვს. ეს ანუ რო ეტყობოდეს რა ის ახაზები. ხოდა ისე უნდა გავჭრათ. მე მიყვარს გოზინაყები და გოზინაყის პონტები. აი მე ეს ჭიქარ გამიტყდეს. ამას რა გაჭრის ხალხო? აი, ყოჩა. ყოჩა, აი რა გოგო ხარ პროსტა. ოდე 3 გრამია მთლიან. Okay, ნახევარს შევჭ. ესე. შევჭ. Всё. ესე. ეხლა ავწონოთ ეს პატარებიც. Twenty grams. Okay. ეს დავაბრუნოთ აქ. Всё. ხო არ დავჭრა ვაფშე, მაინც ერთ წამი. მოდი დავჭრი და ისე ესე. და ესე. ჭამე? არ გინდა? Okay. თეფში გინდა? თეფში რისთვის გინდა და? აი. გინდა, შემოგევლე. ამას ძალიან უყვართ ხო ეს, აი? ჩემ შვილებს. ყველას. სამივეს.
რამდენი გრამია ერთი? ეს კი აღარ მახსოვს. ოი სველი. ის რო დავდეს სველი. 25. ძალიან კაი. ასე. აი ნახეთ რა ვთქვი, უბრალოდ. ჭამა. ასე. და მე არასდროს არ ვეწყი რა ვაიმე, რატო გააფუჭე ხლებცი, რატო არ შეჭამე ბოლომდე. იმიტომ რომ ისე რომ ეჭამა უცებ გადაყლაპავდა იმ ნუთელას, წაიღე და მეორე კოვს კიდე. ეხლა დატკბა კიდევაც და ერთი კოვზეც იმყოფინა. აი ასე. და თუ რამე და ხლებცის შეჭამს კიდე, მაგას რა ჯობია, იმიტომ რომ ხლებცი კაია. აი რა. ამ ტელეფონს რატომღაც უჭირს ინტერნეტთან ისა. აჰა, დაუკავშირდა. წყვეტა აქ ხოლმე. და ასე. დავიდეთ. წავიდეთ, მიდი აბა, ხადა. შორის კაი გემრიელია. მომეწონა. ტკბილიც არის. კაია. აგვისტო გავიდა ხალხ. ეს რაფართ გადის დრო. დია მაღაზიიდან მოდის. სექტემბერში ჩემი დაბადების დღეა. 36 წლის ხდები. მეგონა დედაჩემი 38 წლის წავიდა, მაგრამ თურმე 36-ის და ახლა მე დედაჩემის ხალა გავხდები, რამ ხალაც იყო. და მომავალ წელს დედაჩემზე დიდი გავხდები უკვე. ხმერთ მაქნას. ალბათ როგორ გავხარდება მასაც, თუ მასზე დიდი გავხდები. გპირდები რომ ორივე სტილს ვიცხოვრებ. და ავტკბები. და კარგ ამბებსაც გავაკეთებ. შევჭამ და წავიკითხოთ კომენტარები. მადლობა რომ შემაჯანჯღარე. დარწმუნებული ვარ მისი ხელი ცულებია. ძალიან მნიშვნელოვანი არ გადავაშვოთ რუტინაში და
ანუ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი. ახლა გეტყვით. წაღარასაც ვამბობდი იმას ახსნი, რას გულისხმობდი, ინახე. ადრე როცა ჩემი თავი მივიღე და შევიყვარე, მე ეგ მახასიათებს ხოლმე. ანუ როცა მქონდა საკუთარი თავის მიუღებლობა და მაგალითად მაგიტო მინდოდა ვყოფილიყავი გამხდარი. და ვტანჯავდი ჩემთან საშინელი დიეტებით და რაღაცებით, ხო? ერთ უკიდურესობაში ვიყავი გადავარდნილი. მე ანუ ყველაფრის იდეალურად კეთება და პერფექციონიზმი და შემდეგ მე როცა დავიწყე ჩემი თავის მიღება, შეყვარება, გადავწყვიტე რომ მომეშორები და პერფექციონიზმი და დამეწყე აქ და ახლა იმის კეთება, რისიც შემიძლია ამ მომენტში და გადავწყვიტე და დავიწყე და გავაკეთე არხი ასაშინელ გარემოში, ჩემი ყველაზე ცუდი წონით, რომელიც ძალიან არ მიხდება, ცუდი კამერით, აი აბსოლუტურად ისეთ სფეროში, სადაც ფაქტიურად მოვედი და მე შევქმენი ეს ნიშა ჩვენთან, შევქმენი მე კი არ მოვიგონე, ანუ ვიძახი დავამკვიდრე, მოდი ასე ვთქვათ. ხო, და ყველაფერი იყო ძალიან არაიდეალურად, მაგრამ ყველაფერი მაინც გავაკეთე და რა თქმა უნდა ძალიან მეამაყება ეს. თუმცა ნახე რას ვამბობ, ანუ რომ ჩემი თავი მივიღე, რომ გადავარდი მეორე უკიდურესობაში. ანუ მივიღე როგორ გითხრათ, ნახე, ანუ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ მე მქონოდა ეგენიც ბჭყალებში დავიკიდე. ანუ იმ მომენტში რაც ვიყავი, ეგ მივიღე და ვშო, ანუ მეორე უკიდურესობაში გადავარდი რა. ხო ხვდებით? და თუნდაც აქ და ახლა ცხოვრებაც ანუ რო დავიწყე, ეს იყო იმდენად აქ და ახლა, რომ უპასუხისმგებლობა გამოდიოდა ხვალინდელ დღესთან მიმართებაში. აი თუ ხვდებით რისი თქმაც მინდა. ანუ ერთი უკიდურესობიდან წავედი მეორეში და ეხლა როცა და მაგან სხვათა შორის მაგან ძალიან დიდი ბენეფიტები მომცა ჩემ თავთან დამაახლოვა დროში მე მაინც არ მომასვენა იმან რისი შეცვლაც მინდოდა თუნდაც მაგალითად წონამ არ მომასვენა იმან რომ მინდოდა რომ სხვა ადამიანებს დავხმარებოდ და მარათონი გამეკეთებინა ანუ მაპოვნინა ჩემი კიდე ერთი საყვარელი საქმე ჩემ თავთან და აქ და ახლა ყოფნა დამანახა ადამიანების სახე და ვისაც ქონია დიდი წონა და მე დაუკლია თქვენ იცით როგორ ჩანს ადამიანების სახე როგორ გექცევიან როცა გაგჭარბი წონა და როგორ გექცევიან როცა გახდი ან როგორ გექცევიან როცა ხარ გზის დასაწყისში და როგორ გექცევიან უკვე როცა რაღაცას წარმოადგენ მერე ხო ანუ ადამიანების სახეები დამანახა ძალიან კარგად და ასევე მაჩვენა ის მე ვინ ვარ და მე რა შემიძლია აი ამ ქაოსში ასე ვთქვათ ხო როცა აშენებ როცა ჯერ არ ხარ იქსაც შენ გინდა და ისეთ როგორც შენ გინდა ხო და ანუ გამაკეთებინა აქცენტი მთავარზე ნახეთ ბავშვი რო ვიყავი მე ძალიან მიყვარდა სიჩქარე მაგრამ იმდანაც დავაფასე სიცოცხლე, იმდანაც დავაფასე დღევანდელი დღე, რომ მე არათუ მე არ დავდივარ ჩქარა. არამედ სხვებსაც მანქანაში რო უჯდები, ანუ ბიჭებს. სულ ვეუბნები, რომ ნელა არ დადიან ჩქარა ისინი. იმიტომ რომ ანუ კი შეიძლება მაინც ვიღაცა გიჟივით მოდიოდეს და დაგეჯახოს ან რაღაცა მოხდეს ბოლოს ტრაილერი არამედ ჩამოვარდეს და უბედური შემთხვევა ღმერთმა დაგვიფაროს 1000 შეიძლება მოხდეს, მაგრამ შე რო გასქონდა 200-ზე მიჭერილი და მაგიტო მოკვდი. რატო როცა ესეთი ლამაზია ეს სამყარო, როცა ხალხი უმძიმეს თერაპიებს გადის მკურნალობას იმისთვის, რომ ერთი დღე გაიხანგრძლივოს, რატო უნდა მოიკლათ, როგორი უპასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე, რომელმაც მოგცა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, საკუთარი თავის წინაშე, დედაშენის წინაშე, თუნდაც რომ დედა ცოცხალი არ ყავდეს, ხო? ცოცხალი რო არ ყავს იმ დედებს, ესე მგონია უფრო მეტად უნდათ ჩვენი, ანუ მე მაგალითად რო არ ვიყო ცოცხალი, ხო, ჩემ სულს ენდომებოდა და ჩემ გონებასაც უნდა, რომ ჩემ შვილებმა უფრო ანუ რაც შეიძლება მეტი იცხოვრო, ნორმაგად, რომ აი
თითქოს მისი მაგიერით და ჩემს მაგიერით მე უნდა ვიცხოვრო, ხო ხდებით რას ვიძახი. ხო და ანუ რამხელა უპასუხისმგებლობა ეგეთი რაღაცა. კი, უბედურ შემთხვევაში ვერავირივდეთ, მაგრამ შენ ხო არ უნდა იყვე ამის როგორ ვთქვა, მაპროვოცირებელი. შენი ბრალი ხო არ უნდა იყოს ესა რა. კი, შეიძლება ადამიანი ყველაფერი ვერ გაითვალისწინო და რაღაცა მაინც ბრჭყალებს შენი ბრალი აღმოჩნდეს, მაგრამ ანუ ძალით რასაც ხვდები ის მაინც ხო არ უნდა გააკეთო რა. ხო და მე მაგალითად ეს გამოცდილება, ეს ცხოვრება და ეს გზა რო არ გამევლო, შეიძლება რომ რომელიღაც ცხოვრებაში სიჩქარის გადაჭარბების გამო ზუსტად ის ყოფილიყავი, ვინც დაიღუპებოდა, იმიტომ რომ მე ვგიჟდებოდი სიჩქარეზე, მე ვოცნებობდი მოტოციკლზე 200 სიარულზე, მე ვგიჟდებოდი მოტოტანიაზე, რომელიც ვნახე როგორ მოკვდა, უმაგრესად ატარებდა და თავისი ბრალიც არ ყოფილა, სხვა დაეჯახა, მაგრამ როცა მაგზაზე მიდიხარ, ანუ ეგა ხო და მე ვიცი რა მინდა, მე ვიცი ვინ ვარ და ეს ყველაფერი მე გავიგე აი იმ ჩემ თავად ყოფნის უკიდურესობაში რო ვიყავი. ყველაზე უარესი ვერსია რომ მივიღე, ხო, ჩემი თავის, ანუ ჩვენ ხო აი ჩვენ თავი გვეზარება ხოლმე დასაბანი, სუნიანი, აკოთებულს კი არ ვიძახე, თუნდაც ერთი დღის, ხო? დასაბანი, დასავარცხნი, გამოსაწყობი, როცა ვარ სახლში და როგორ მოგწონს, როცა აი მოვწესრიგდებით და აი ჩვენ რომ მოგწონს ეგეთ ფორმაში ვარ და გაეთ გავდივართ. მე რა გავაკეთე? მე გავაკეთე, რომ აი ის დასაბანი და მოსაწესრიგებელი პირდაპირ მნიშვნელობით არ ვამბობ, სულიერად, გონებრივად, ფიზიკურად, ყველანაირად გულისხმობ, როგორც მე ბლოგერობა დავიწყე. არა მარტო მე მივიღე ჩემი თავი. სხვა ხალხს, რომელიც არ მიცნობდა და რომელსაც ნერვი ეთხრებოდა, მე რო ესეც ხედავდა და უფრო ნერვი ეთხრებოდა, მე როგორ ვიღებდი ესეც ჩემ თავს სიყვარულით და არ ჯეროდა და საქმეებს მირჩევდნენ. ანუ იმათაც მივაღებინე ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ, ხდებით? და მე თვითონაც. მაგრამ ეხლა ნახე რაშია საქმე, ეგ ეტაპია. ამ მთელი ცხოვრება მან თუ დარჩები, ეგეც განადგურებს მერე. იმიტომ რომ ზედმეტი სიამოვნება, ადამიანი არა სამწუხაროდ შექმნილი ზედმეტი სიამოვნებისთვის და როცა შენ ზედმეტ სიამოვნებაში ვარდები, ეს არის მაგალითად ზედმეტი ოდენობით ჭამა, ზედმეტი ოდენობით დროის ფლანგვა, ან ნებისმიერი რაღაცა, ხო? ანუ შენ თვით დაზიანებას იყენებ ამითი. ანუ შენ რისთვისაც ამ ქვეყანად მოხვედი, იმ მისიას არ ასრულებ. და ანუ ისევ დამნაშავე ხარ შენი თავის შემოქმედის და იმ ადამიანების წინაშეც ვისთვისაც შენ სარგებელი უნდა მოგიტანა და არ მოგაქვს. ამიტომ აი აქ გაჭედვა არ არის კარგი. ანუ ყველა ეტაპს აქვს თავისი დრო და ეგ ეტაპი ჩემთან მორჩა. ანუ დამთავრდა და ეხლა მქონდა სხვათა შორის წინა ძალიან დიდი დეპრესია რომ მქონდა, იმ პერიოდში მქონდა ეგ მომენტი რა, რომ ეგ დავამთავრე ეგ ეტაპი. და მქონდა ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი, მაგრამ თან შიში მქონდა. თან მე გაგეცილებათ ახლა და იმის შიში კი არ მაქვს ხოლმე რომ არ გამომივა, იმის შიში მაქვს ხოლმე რომ გამომივა და იმის შიში მაქვს ხოლმე რომ პასუხისმგებლობა უნდა ავიღო და მე შინია რომ ეს პასუხისმგებლობას რომ ავიღებ, ამან არ გამიფუჭოს ჩემი რეალობა, რომელიც ვიცი რომ თავიდან გამიფუჭებს. ანუ რას გულისხმობ, ნახე? როცა მე ვიყავ იმ პერიოდში, ვიყავი აბსოლუტურად შინაგანი ბავშვი, რომელიც სიამოვნებისთვის ცხოვრობდა, არაფერს საკუთარ თავს არ თხოვდა, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავთან ყოფილიყო, ბოლომდე მიეღო და შეეყვარებინა, ისე როგორც არავის უყვარდა, ნუ დედის მერე ვგულისხმობ. და მე არ ვიცოდი საკუთარი თავის მიღება, არ ვიცოდი სიყვარული, იმიტომ რომ ანუ უპირობო რა, აი ისეთი რო ხარ, როგორიც ხარ და რო გიყვარს, ისე კი არა, რომ შენივე თავს რო ატყუებ რაღაცებს. არა, შენ თავს აი ბოლომდე რო ხედავ, სარკისტი რო გაიხადო შენი ყველაფრით, კარგით და ცუდით და რო უთხრა რომ მიყვარხარ. ეგიც გამიკეთებია ჩემს მაქსიმალურ წონაზე და თან როგორ იყო, იცი, როცა 45 კილოზე ვეუბნებოდი მაგას, ჩემ თავს, არა, დაჟე ვერ ვეუბნებოდი, ვიხედებოდი და მძულდა. და ეხლა ჩემს უმაღლეს წონაზე 70 კილო რო ვიყავი. სურათიც მაგ გადაღებული, მაგრამ ისეთი სურათია, რომ არ დავდებ. ანუ განა იმიტომ რომ მე გამოვიყურებით სუდათ, ანუ ისეთები მაცვია შიგნით, ანუ თეთრეული დიზაინი მოწელილი და რაღაც საშინელი, ხო? ხო და მიუხედავად ისე მიყვარდა ჩემი თავი, აი ესე
დედი შობილა, ხო, მეცვა, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ საზიზღარი რაღაცა იმის, ანუ პროსტო ჩემი თავი მიყვარდა, ჩემს უსაზიზღრეს ფორმაში. და ამას თავი რო გავანებოთ, ჩვენი სული ისეთია, რომ უმშვენიერესი მხარე ხო აქვს როგორც სამოთხე და ისეთივე მახინჯიც აქვს როგორც ჯოჯოხეთ. და აი ამ კლიენტს რო ხედავ და ეგ რო გიყვარს, აი ეგ კიდე უფრო რთულია ვიდრე შენ სხეულის ნაკლოვანებები და ცელულიტები და სტრიები და შრამები რო გიყვარდეს და ნაოჭები და ასე შემდეგ, ხო, ჭაღარები. ხო. და ეხა ჩანართს გავუკეთებ აქ შემხვდა გუშინ ქალი რუსი არ ვიცი რუსულენოვანი მოკლედ რუსულად ლაპარაკობდა. სლავური გარეგნობის 1-60 წლის იქნებოდა. ანუ იმედენად და ლამაზი სახე ქონდა. აი ასაკში რამდენადაც ულამაზესი სახე ქონდა, ანუ არანაირი ჩარევა, ქირურგიული არც ბოტოქსი, არაფერი, ანუ ნაოჭებიც ხო იყო, მაგრამ იყო ულამაზესი. და დავუწერე რომ ძალიან ლამაზი ხართ მეთქი, იმიტომ რომ აი არ შემეძლო რომ არ მეთქო და ისიც მინდოდა მეკითხა რამდენი წლის ხართ მეთქი, მაგრამ არ ვკითხე, იმიტომ რომ არ დავატრიგერო თქო, ვიცი რომ ზოგი მაგას განიცდის. ეგ სისულელეს მიმაჩნია მე. ხო და მაინც არ ვუთხარი, მაგრამ ისიც კი წარმოვიდგინე ახალგაზრდობაში როგორი ულამაზესი სახე ექნებოდა და თან ანუ აკეთებდა ღვეზელებს, კომბოსტოიან ღვეზელებს და თან იმედენად გამხდარი და იმედად იდეალურ ფორმაში იყო, რომ ანუ ეგეც მინდოდა მეკითხა, რომ როგორი ინარჩუნებ თქო და მაგალითად თავი შევიკავე, რომ მაგალითად ეხა მე რა ვიცი ადამიანს რა კვებითი ქცევა აქვს და არ დავატრიგერო თქო რა, პირველად შევხვდა საერთოდ ეგ ადამიანი და ანუ არაფერი არ ვუთხარი, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად გამოიყვები და გაატარა ჩემი კომენტარებში არაფერი არ თქვა. იმიტომ რომ ეთყობა თვითონ ეგრე არ ფიქრობს. რატო? იმიტომ რომ თავის ახალგაზრდობას ატარებს და აღარ მოსწონს. მაგრამ მე კომენტარებში ვიღაცამ დაუწერა რამდენი წლის ხარ და ქალი, რომელიც ესე დახვეწილად ზის, ლამაზად ჭამს, პატარა იმიდან ესე სვავს. აი სრულიად დაკარგა სახე, დაიწყო ლანძღვა. გინება კი არა ლანძღვა, რომ საერთოდ აღარ მინდა ამ TikTok-ზე შემოსვლა ის რა მუტიფარი ხალხი ხართ, ეს რანაირ კითხვებს სვავთ. მე მესმის ეგეც, ანუ მე როგორც ბლოგერს და კრეატორს მესმის ეგ. ანუ შეიძლება აბსოლუტურად ჩვეულებრივ კითხვაზე ძალიან ავარდე რაღაც მომენტში, იმიტომ რომ იმდენჯერ გაგიმეორეს და ისე უტაქტოდ და ძალიან ბევრი კიდე ისე გეუბნება, რომ აი რა ბებერი ხარ მაგ პონჩში რა. და მე ამოგხედავს მე მესმის ეგ მე მქონია ეგ რომ ვიღაცისთვის ძალიან უხეშად მიპასუხია იმიტომ რომ მარტო ის კომენტარი კი არ იყო აი ყველა ის დანარჩენი იყო დაგროვილი რა ძველი ხო ხვდებით ხო და ესა ნუ მესმის ეგ მაგრამ იცით რა არის საქმე მაგასზე კი არ ვამბობ ეგ მესმის რომ ამოხედქა და გააბრაზდა და რაღაც მაგრამ ნახე როგორ შეიძლება რომ იცხოვრო თუნდაც იმდენი რამდენიც მე 35 წელი ან თუნდაც 60 წელი და ფიქრობდე რომ წელი რომ მოგემატა ეს ცუდია. რა თქმა უნდა სილამაზე ხრება და რა თქმა უნდა გვენანება ჩვენი ლამაზი სახე და ეს ნაუჭები და რაღაც ჩრდება, მაგრამ ხალხო რა ბედნიერება. აი წარმოიდგინეთ, აი ვფიქრობ ხოლმე რომ დედაჩემი რომ დაბერებულიყო. აი ახლა ერთი მხრივ რო ცოდნოდა რომ აი 36 წლის მოკვდება და მეორე მხრივ სხვა ცხოვრებაში რომ იცოდეს რომ წინა ცხოვრებაში 36 წლის მოკვდა, მაგრამ ეხა მაგალითად იცოცხლებს 70-80 წელი. ან თქვენ გონიათ რომ ის ერთხელ მაინც დაიწუნებს იმას რომ გაჭაღარავდა და ნაოჭი გაუჩნდა? არა რა თქმა უნდა ის ბედნიერი იქნება რომ წარმოიდგინე იმ 36-ის მე რა წლები იქნება რა ბედნიერი იქნება და რეალურად რა მნიშვნელობა აქვს ვიცით თუ არა, ანუ ის ხო ვიცით რამდენი ადამიანი კვდება 20 წლისა, 23 წლისა ბავშვობაში. რა ვიცი, რამდენი ადამიანი საერთოდ ვერ იზრდება, ვერ ბერდება. ჩვენ როგორ უნდა განვიცადოთ ის, რომ როგორ უნდა დავომალოთ ჩვენი ასაკი, როგორ უნდა გვატრიგერებდეს სულში ჩვენი ასაკი, ეს ხო ისეთი მშვენიერია. ეს ხო ისეთი საოცრება. აი, არ ვიცი პროსტა. ხო და მე მაგა ეს ამის შეგრძნება ხვდებით? იმიტომ არასდროს არ დამიმალავს ასაკი და არც განვიცდი ხოლმე დაბერებას იმ კუთხით, რომ არ დამიჩლუნგდეს გრძნობები, არ დავკარგო ის სიხარული. აი ეს არ იყოს დაბერება და არა ის, რომ არ წლები მემატებოდა და ნაუჭები მიჩნდება და რაღაცა. ნუ ცხადი ახლა ეგეც არ გინდა ადამიანს, ადამიანი ხო ძალიან ხარბია, ის რო აქ, მე ისიც უნდა, მაგრამ ხა ეგეთი რაღაც არ არსებობს, რომ ყველაფერი გქონდეს, ხო? დორიან გრეი არ ვარ, მადლობა ღმერთს. ხო და მე ამის შეგრძნება მაქვს.
ეს რამ ხელასაჩუქარია. მაგრამ აი იმ მომენტში გაჭედვა მე სადაც ვიყავ, ეგეც არასწორი. ეხლა ნახეთ, მე ვიცოდი რომ გამოვიდოდი იქიდან და ზრდა ასრულის პოზიციაში რომ ჩავდგებოდი, მე გამიჭირდებოდა ცხოვრებით კბობა და დიახ, მე გამოვედი იმ პოზიციიდან, დავიწყე იმ საქმის კეთება, რომელიც ჩემი აზრით ძალიან სასარგებლოა სხვა ადამიანებისთვისაც, ჩემთვისაც და ჩემი უსაყვარლესი საქმეა და ამის კეთება რომ დავიწყე, იმხელა პასუხისგებლობით ვეკიდები არა მარტო მაგას, ანუ ყველა სფეროზე უცებ ავიღებ პასუხისგებლობა, რაღაცა არ ვიღებდი მაშინ. თუნდაც ჩემს კვებაზე, ჩემს ფიგურაზე, თუნდაც აი ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, ხო, ძალიან ბევრ რაღაცაზე. ავიღე პასუხისგებლობა, რასაც არ მქონდა აღებული და ზღვაზე რომ წავედით, რა მივიღე? ახალი გაკეთებული მქონდა ეგ ყველაფერი, აი ესე აკიდებული ჩანთები რომ წამოიკიდო, ეგრე ავიკიდე ძალიან ბევრი პასუხისგებლობა და ვერ დავტკბი. ანუ იმიტომ კი არ იმიტომ ვერ დავტკბი ძალიან ცხელო და ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, იმიტომ ვერ დავტკბი, რომ ჩემში იყო პრობლემა. ანუ ზღვაში არ იყო პრობლემა, ჩემში იყო პრობლემა. იმიტომ რომ ზედმეტად ვღელავდი, ზედმეტად ვშფოთავდი, ზედმეტად ბევრ რამეზე ვფიქრობდი და აქ და ახლა საერთოდ ვეღარ ვიყავი. მე მახასიათებს ხოლმე რომ აქ თავიდან, რომ აქ ვარ, გადავარდები ამ უკიდურესობაში. მე აქ რო ვარ, გადავარდები იმ უკიდურესობაში, ხვდებით? მაგრამ მე გავაცნობიერე, იქვე გავაცნობიერე ზღვაზე, რომ მომენტში უნდა მოიხსნა ეგ ყველაფერი და გახდა ის, ანუ უნდა გადართო რა, ესე ფიქრჩეწელი როა, ეგრე გადართო მდგომარეობები და იქ იყო აქ და ახლა დატკბე იმ მდგომარეობით და ისახში რომ მიხვალ, ისევ გადართო იმ შენ პასუხისგებლიან ზრდასრულზე და იყვებო როგორც საჭიროა, გააკეთო შენი საქმეები, რაც გევალება და ამ შემდეგ. ანუ კი არ გადავარდე იქ და იქ უკიდურესობებში, არამედ შეძლო რომ გადართო შენი თავი ერთი მდგომარეობიდან მეორეზე და ისწავლო. ეხლა ამ ეტაპზე ვარ, რომ გადავრთო ჩემი თავი ერთი მდგომარეობიდან მეორეზე, ვისწავლო სხვა ადამიანებს დავეხმარო, გამოვიყენო ჩემი დანიშნულება, ასე ვთქვათ. და ეს ხო საოცრება. ეს საოცრება. და ეხლა აი ამ მომენტმა, გამარჯობა. რომელმაც ძალიან შემარყია, ნახეთ რა იმას ქნა გამახსენა. არ გადავარდე იქ, არ გახდე მკაცრი, ზედმეტად მომთხოვნი, უხეში, ბუზღუნა, წუწუნა, მოუთმენელი. ანუ იყავი ისევ ის ბავშვი და იყავი ის დასრულიც. და იყავი მიმღებელი, იყავი მზრუნველი, პატიებელი, ლიდერი, რომელსაც ესმის ხვების და იყავი მადლიერიაც თავარია. იმისი რაც გაქვს. იმისი რომ ხარ, იმისი რომ ეს დღეა. იმისი რომ ეს ფაფა უნდა გააკეთო, ეს კალორია უნდა დაითვალო, ეს შენი მარათონი რო გაქვს, შენ ვიდეოს რო იღებ, ეს ხალხი რო გიყ, ანუ ყველაფრის რაც გაქვს, მოკლედ, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, ხო? და ამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობამ, თუნდაც ეგეც ნახე, საერთოდ არ მიდავდიოდი მან. ეგ იყო ის ბავშვის პოზიცია, რომ პასუხისგებლობას მოვიხსნე, გეგონება თუ არ მივალ, არ დამემართება. არა, მივალ კიდევაც ყურადღებას მივაქცევას არის უკვე ჭკვიანი, გაზრდილი, ჩამოყალიბებული პასუხისგებლობიანი დასრულის პოზიცია, ხო? მაგრამ როცა იქნება დღესასწაული, ან როცა იქნება ჩვეულებრივი დღე, როცა მე არ ვიცი რა ხდება, არ მაქვს არაფერი ცუდი დიაგნოზი, ხო? დავტკბები ამ დღით და მაშინაც თუ მაქვს ღმერთმა დამიფაროს, დავტკბები იმით, რაც მაქვს. ანუ ეს დღე. და აი აქ მოვედი. და ეს მიდის, ანუ ეს არ ჩერდება. ეს არის შინაგანი ზრდა. რომელზეც შენ ყოველ დღე ხარჯავ კოლოსალურ ენერგიას და რომელიც გარედან არ ჩანს. ანუ გარედან ჩანს 2 წლის მერე, მაგალითად. და ამ წუთას ახლა მე რა სამუშაოსაც გავდივარ, ეს არ ჩანს. აი მავნებლობა, როცა საკუთარ თავს აზიანებ და მავნებლობაში ხარ გადასული, მავნებლობა ყოველთვის უფრო ადრე ჩანს, უფრო ადრე გეტყობა. ანუ თუ სვავ ყოველ დღე უფრო ადრე გეტყობა, თუ ჭამ ზედმეტს, უფრო ადრე გეტყობა, თუ უმოძრაო ხარ, უფრო ადრე გეტყობა. სამსახურში თუ მიანებებთან არ მუშაობ, უფრო მალე ცუდი შედეგები, ცუდი შედეგები არის სწრაფი. კარგი შედეგები არის ნელი. ასე, მაგრამ ისეთი მშვენიერია ღმერთო. მადლობა. მადლობა. როგორ მიყვარხარ. აი ახლა მაგ 100%-იანი ბედნიერების განცდა. ეს საოცარია. ეხლა ჩემ მარათონში გოგოები რაღაცას წერენ. ვნახავ. და მე გავაგრძელებ, წავიკითხავ კომენტარებს და გეტყვით, ვინ რამდენი ჩამერიცხა.
ხო რა მინდოდა. ხო, ჩემი დილა.